დიალოგშიდობისა დღეს 13 მაისია, დილის 8 საათი და 30 წუთი პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. სოფიო კუჭავა და გეგი ნემსიწვერიძე ვიქნებით თქვენთან ერთად, ყველა მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. წარმატებულ დანაყოფიერ დღეს გისურვებთ, მანამდე კი სანამ გეტყოდეთ თუ იქნებიან ჩვენი გადაცემის სტუმრები და რა თემებზე ვისაუბრებთ, მანამდე ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და ერთად შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 13 მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოციქულ იაკობ ზებედეს, წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვს, წმინდა დონატე ეპისკოპოსს, წმინდა მღვდელმოწამე ბასილის, ამასიელ ეპისკოპოსს, წმინდა მოწამე მაქსიმეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება გადაცემის ანონსს. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარია ზღვისუბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ იესოს ლოცვის შესახებ. გალერეა ნოჩა მხატვარ დინო ჩაკვატაძის პერსონალურ საგაზაფხულო გამოფენას მასპინძლოს. საგამოფენო სივრცეს, რომელიც ულამაზეს ნამუშევრებს აერთიანებს, ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი სტუმრობდა და რა თქმა უნდა გადაცემის სრულობისას ვნახავთ მის მიერ მომზადებულ სიუჟეტს. გადაცემის დასავლით ნაწილში შემოგვერთდება ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ოჯახის როლისა და მნიშვნელობის შესახებ. საინტერესო გადაცემა გელოდებათ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. ახლა კი ვნახოთ ამინდის პროგნოზი და ერთად შევიტყოთ თუ როგორი ამდია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში.
დავრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვიერთდა ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მრგობიშვილი. დილომშვიდობის მამა დავით. დილომშვიდობის. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. გაიხარეთ. მნიშვნელოვან საინტერესო საკითხზე უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენს რედაქციაში იესოს ლოცვის შესახებ. რომ განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს, რას ნიშნავს იესოს ლოცვა და რამდენად მნიშვნელოვანია ის ზოგადად მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ლოცვა მით უმეტეს თანამედროვე ცხოვრებაში. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანები ამბობენ იმას, რომ ვერ ვახერხებ ლოცვის საკითხვას, ზოგს პრობლემა აქვს მხედველობის საერთოდ და საერთოდ წიგნის მიმართ სამწუხაროდ შედარებით აიკარგა ეს დამოკიდებულება მათ შორის ლოცვის წიგნის მიმართ, ბიბლიის მიმართ და ასეთ შემთხვევაში მით უმეტეს როცა ამ ლოცვას 2000 წლიანი ისტორია აქვს და საოცარ შედეგებზე გავყავართ სტაბილურად და სისტემატურად ამ ლოცვის გამოყენებას. რა თქმა უნდა, საქადაგებელი არის ამ ლოცვის მნიშვნელობა. ეს გარკვეულწილად შრომაზე გადის, სულიერ შრომაზე. პირდაპირ ხა დავიწყოთ იესოს ლოცვა, ესე ვერ გავვალთ წინ და ვერ წარმატებით თუ სახარებაც არ ვიკითხეთ, თუ არ ვეცადეთ იმას, რომ ჩვენი გული სუფთა იყოს მოყვასის მიმართ. ასევე აუცილებელია ჩვენი ბაგეების დაცვა ამოუთმეტყველებისაგან და ყველაზე მთავარი რაც ესე გვაკლია თანამედროვე ქრისტიანებს ალბათ ეს არის საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ესე მინიმუმ 1-2 საათის განმავლობაში მაინც მთელი დღის მანძილზე რაც შეეწევა ყურადღების მოკრებას და კონცენტრაციას იმისთვის, რომ ადამიანი მომზადებული შევიდეს ამ ლოცვაში. არსებობს ამ ლოცვის ორი ვარიანტი, ერთი უფრო ორივე ძველი არის რეალურად და წმინდა მამებთან და ბიბლიაში ორივე გვხვდება. ერთი არის 8 სიტყვიანი, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო შემიწყალე მეცოდვილი და ერთი არის კიდე მოკლე ლოცვის კიდე უფრო მეტად მოკლე ვარიანტი, უფალო იესო ქრისტე. შემიწყალემე და რა თქმა უნდა თვითონ ადამიანმა უნდა აირჩიოს რომელ ლოცვას გაყვება ორივე ლოცვის შედეგად წმინდანები გამختارან ორწმუნეები მლოცველები საოცარი შედეგი აქვს ორივე ვარიანტს თავარი აქ არის რომ იესოს სახელს მოუხმობთ და ვითხოვთ შეწყალებას უფალო იესო ქრისტე ეს არის მთელი სახარება მთელი ქრისტიანობა მთელი ეკლესია სწორედ ამაზე დგას ეკლესია როგორც უფალი ეუბნება პეტრე მოციქულს, როდესაც პეტრემ მამისეული გამოცხადებით აღიარა იესო ღვთის ძედ, კაცობრიობის მხსნელად და უთხრა მას უფალმა, რომ ამას კლდესაზე და აღვაშენებ ჩემ ეკლესიას, მჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას და შემიწყალემე, ეს არის ჩვენი თავმდაბლობის, ჩვენი რწმენის და მთელი ჩვენი მოღვაწეობის წარმოჩენა ღვთის წინაშე. მაგრამ 1 და 2 ესე წარმოქმნილი ლოცვა სამწუხაროდ კი გვინდა რომ მაშინვე თქვათ მივიღოთ შედეგი მაგრამ იმდენად ხშირად ამავებაში და ცოდვაში გვაქვს ფეხი ჩადგმული და გულქვაობაში იმდენად ვართ რომ ესე ვერ მოქმედებს ადამიანზე თუ გააჩნია ადამიანის გულშემოსრულებას და მდგომარეობასაც ძირითადად რამდენიმე ჯერ უნდა წარმოთქვათ ეს ლოცვა რომ გარკვეული სულიერი გონების სინათლე მივიღოთ რომ ეს წარმოსახვითობა რაღაც ამაოფიქრები აზრები მიჯაჭულობები უიმედობები მოვიშოროთ და თანდათანობით ჩვენი გონება გახდეს კავშირი დამამყარებელი უფალთან რომ შესაბამისად მე ჩვენს გულზეც გადმოვიდეს საღვთო მადლი გარდა ამისა დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს შიში დეპრესია ხვალ რა იქნება იმიტომ რომ დღევანდელმა ცხოვრებამ და განვლილმა ცხოვრებამ და ისტორიამ დაგვანახა ჩვენ რომ ადამიანს გარანტირებული მართლაც არაფერი არ აქვს არანაირი გაგებით და ერთადერთი რაც ადამიანში აძლიერებს ამ რწმენას რომ იქნება ყველაფერი კარგად ეხლაც კარგად არის და მომავალშიც კარგად იქნება რომ უფალი ჩემთან არის აი ამას ახორციელებს სწორედ ღმერთზე დამოკიდებულება და იესოს ლოცვის ხშირად აღვლენა იმიტომ რომ ქრისტეს სახელი არის უზეშთაესი ბევრი ადამიანი ფიქრობს იმას რომ ჯადო აქვს მას გაკეთებული ესეც უნდა ითქვას და როცა ჩვენ ხშირად მოუხმობთ იესოს სახელს მთელი ჯოჯოხეთის ბჭეები და ძალებიც რომ აღდგეს ჩვენ წინააღმდეგ ჩვენ ვერ შეგვეხებიან გარდა ამისა აუცილებელი არის ესე მოკლედ ჩამოვთლი ყველას და მე შეგვიძლია გავშალოთ გულწრფელი აღსარების შაბარება ვაკვირდები იმას რომ
მაშინ როცა თქვა აღსარებას ვაბარებთ, ზიარებით, სახარებას ვკითხულობთ, აი უფრო სულიერ საქმეებში ვართ, მაშინ უფრო მარტივად წარიმართება ჩვენში იესოს ლოცვა. თუ მარტო ამას ვაკეთებთ, არის ესეთი შემთხვევები, ძალიან ხშირად ამბობენ, რომ აი ამას ვერ ვაკეთებ, თქვა ვერ მარხულობ, ტაძარში ვერ დავდივარ, სტანდარტულ ლოცვებს ვერ ვკითხულობ, ვერც ბიბლიას, მაგრამ იესოს ლოცვა სულ ვიმეორებ. აი, კარგია ეს, მაგრამ ნაკლები შედეგი იქნება ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ სათნოებები ერთმანეთთან ჭაჭურად არიან დაკავშირებულნი და ერთი მეორეს განაპირობებს და აი ყველა ეს სათნოებები იქნება ეს მარხვა, ხვიძარება, ტაძარში სიარული, აღსარების ჯაბარება, საკუთარი ბაგეების დაცვა, ყუდროების შექმნა განაპირობებენ იესოს ლოცვის უფრო უფასოვნად წარმართვას. და რა თქმა უნდა, იმისთვის რომ ჩვენ გავიცნოთ ღმერთი, როგორც პიროვნება და მასთან პიროვნული კავშირი დავამყაროთ, რეალურად რისთვისაც შექმნილი არის ადამიანი, აი ამ მისიას ემსახურება სწორედ იესოს ლოცვა, იმიტომ რომ სხვა ლოცვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კარგი არის სხვა ლოცვა და ეხმარება თავისთავად იესოს ლოცვას და ადამიანს ეხმარება სულიერი სრულყოფის მოხვეჭაში, მაგრამ ყველა სხვა ლოცვის დროს უფრო მეტი არის გაფანტულობის ხარისხი, იმიტომ რომ სხვადასხვა სიტყვებს ვამბობთ, იგივე ფსალმონის შემთხვევაში შეიძლება მთელი კაცობრიობის ისტორია იყოს რამდენიმე კანონში და ასე ვთქვათ ჩაწერილი და ადამიანმა ხშირად არის ხოლმე რომ არისმით კიდევ არის მის ქართული სიტყვები არის ეხა გიორგი მთაწმიდელის რედაქციით არის, რომელიც მე-11 საუკუნეში მოღვაწეობდა და მოგვცა ეს რედაქცია და აი ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იესოს ლოცვა. ამიტომ რაღაც რაოდენობა უნდა ავიღოთ, ეს რაოდენობა უნდა შევათანხმოთ საკუთარ თავთან და რა თქმა უნდა უპირველესად მოძღვართან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა დროს დაუთმობთ აი ამ ლოცვას და შესაბამისად მოძღვრის კურთხევით კიდევ უფრო მეტად პასუხისმგებლობის აღება ხდება აი ამ ღვაწლზე და დღის განმავლობაში შესაძლოა ეს ორჯერ იყოს, ან დილით საღამოს, ან ერთხელ, ან მთლიანობაში რაღაც 100 თქვათ რაოდენობა პირობითად რომ ავიღოთ და თუ ესე გავაგრძელებთ ყოველდღურად, სტაბილურად, დამიჯერეთ რომ თანდათანობით მივიღებთ ჩვენ სულიერ შედეგებს და რაც უფრო დრო გავა და ჩვენ ესე სტაბილურად გავყვებით ამ ლოცვას, მე უფრო მეტის აღსრულება მოგვინდება ლოცვის და მეტი პასუხისმგებლობაც გვექნება. მეტი პასუხისმგებლობაც გვექნება და ძალიან პრაქტიკულია. ერთ-ერთი აი მყუდრო გარემო არის საჭირო. შესაძლოა ტრანსპორტში იდგიან, იჭრიან, გადაადგილდებოდე. ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია ლოცვის აღსრულება. წმინდა მამები იმასაც გვირჩევენ, რომ თუ კი ვინმე სტუმარი მოგევა, ამაოდ მეტყველიო და სულ ამავებაზე საუბრობს, ნუ შეგიძლია ასე თანდათანობით მას ესაუბროთ და პაუზებში, როდესაც ისაუბრობს იესოს ლოცვა წარმოთქვა. იგივე შეგიძლია საკვების მიღების დროსაც რამდენიმეჯერ გულში წარმოთქვა ეს ლოცვა, როდესაც ჩვენ ემზადებით, დავისვენოთ, დავიძინოთ, ავდგებით თუ არა, სანამ ეხა მოწესრიგდებით და დავდგებით სალოცავად ხატების წინაშე. ამ შემთხვევაში ისე წამით რომ არ დავკარგოთ, როგორც გაგვახსენდება ღმერთი, მაშინვე რომ ეს ლოცვა გავიმეოროთ ჩვენის ბაგეებით იქნება თუ შინაგანად. თავდაპირველად, ესე იგი, ადამიანი უნდა ეცადოს იმას, რომ შედარებით ხმამაღლა წარმოთქვას ეს ლოცვა. თუ ეხლა არ არის ამის საშუალება, შეიძლება რომ ჩუმად წარმოთქვას. ეხლა გულით ლოცვა და ჩუმად წარმოთქმა ეს განსხვავებული რამე არის. გულით ლოცვა ხდება მაშინ, როცა ადამიანი თავდაპირველად წარმოთქვამს ბაგეებით, მერე გონება მოიშორებს ამაო ფიქრებს, წარმოსახვებს და გონებიდან გადადის შემდეგ გულში. შეიძლება ეს ყოველდღიურადაც მოხდეს, ან დინამიკა ამ ლოცვის ესეთია, რომ თავდაპირველად თავიდან ჭირს ლოცვის ველში შესვლა და გავარა, თქვათ, 1 ნახევარი საათი, 40 წუთი თუ ადამიანი ისევ ამ ლოცვაშია, ძალიან დიდ სიღრმეში შედის თანდათანობით და ეს არის უდიდესი ბედნიერება, როცა პირდაპირ გრძნობ იმას, რომ ღვთის წინაშე დგახარ, მას ევედრები და ამ დროს ადამიანის გული მობიერდება და ადამიანის ცხოვრება იცვლება სიყვარულისკენ. და არის კიდევ ესეთი დინამიკა, რომ შეიძლება რამდენიმე თვე, რამდენიმე წელიც კი ადამიანი ამ ლოცვაში იყოს და ასე ვთქვათ, თვალსაჩინო შედეგი ვერ მიიღოს. თვალსაჩინო შედეგი რა შეიძლება იყოს? ესე იგი, ადამიანის დამოკიდებულება იცვლება ყვასის მიმართ, უფრო დამთმობი ხდება, შეუძლია მეტი მოთმინება კონდეს, სახარებას აიკითხავს და უკვე იქ სხვა სიღრმეები იშლება და სხვა დამოკიდებულება უჩნდება ქრისტეს მიმართ. ზიარებაზე მივა
და მართლაც ექნება შინაგანი განცდა იმისა, რომ უფალი მასში შემოდის და ეს პიროვნული კავშირი დგება მასა და ღმერთს შორის. აი ესეთი შედეგები იქნება უკვე იესოს ლოცვის შედეგად ადამიანის ყველაფერი ჯაჭვურად არის ერთმანეთზე გადაბმული თავისთავად და ახსენეთ ახლა მოყვას ის სიყვარული, რომელსაც უფალი გვასწავლის და ასევე გვასწავლის იმას, რომ გიყვარდეს მტერი შენი და თავისთავად შესაბამისად ყოველთვის აღვავლენ ხოლმე ხომ ასეთ ლოცვებს და ვთხოვთ უფალს, რომ მოგცეს იმის ძალა, რომ გვიყვარდეს მტერი ჩვენი და ასევე მოყვასი, რომელშიც არა მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები იგულისხმებიან, არამედ თუნდაც იგივე ის მტერი ხომ თავისთავად. რამდენად ეხმარება სწორედ ეს ლოცვა მამა დავით იმაში, რომ მოყვასი სიყვარული, მტრის სიყვარული გამოიმუშაოს ადამიანმა და მოიმუშაკოს. პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, იმიტომ რომ აი ვიღაცამ თქვა მაწყენინა სახეში გამარტყა, ცუდი თქვა ჩემზე, ან პირში, ან ზოგს უკან და მე მივდივარ ჩემთვის რაღაც საქმიანობ რაღაცას ვაკეთებ და რაღაც მომენტალურად ბოროტის მიერ შემომიზრება აზრი, რომ აი ეს ისეთია, ესეთია და მე შეიძლება ანუ ჩემს გულში იქნება თუ ამაღლა შეიძლება სოციალურ ქსელშიც ასე ვთქვათ ტალახი ვესროლო ამ ადამიანს და ძალიან ბევრი გამოვლენა შეიძლება გქონდეს ჩემს სიბოროტეს რომ მე ვერ გავანეიტრალე აი ეს უსიყვარულობა ჩემი სახარებისეული ქრისტეს მიერი სიყვარული ხომ როგორც სახარებაში ერთ ლოყაში რომ გაგარტყამენ მეორე მეუშვერე მეორეს მიშვერე ეს არის სწორედ სიყვარული ანუ ქმედება ისე კი არა რომ არაფერ გააკეთო სიყვარული დაანახე პირიქით მას და აი სწორედაც ეს სიბოროტე მოყვასზე შემოდის თავდაპირველად ადამიანის გონებიდან მაგრამ თუ ჩვენს გონებას დავიცავთ იესოს ლოცვით აი ვიგრძნობთ რომ აი რაღაც ბოროტე აი ამ კონკრეტულ ადამიანზე შემოდის ბოროტე ფიქრი ან რაღაცა ცუდი რაცა გეგმა გვინდა შევადგინოთ მისი სახელის გასატეხად და ბევრი გამოვლენა აქვს ამ სიყვარულის სხვადასხვა ფორმები აი მაშინვე უნდა წინ აღუდგეთ აი ბოროტ ფიქრებს და უსიყვარულო აზრებს იესოს ლოცვით ერთხელ წარმოთქვა მეორეჯერ მესამეჯერ თან შენს ძლიერდები ამ ლოცვის დროს სწავლობ სულიერ ბრძოლას როგორ გავამკლავდე ბოროტ აზრებს ბოროტ ფიქრებს და თან ამავე დროს თანათანობით შენ ესეთი ბრძოლითი მეთოდი აღასრულეს საკუთარ თავში იმისთვის რომ მის მოყვასი არ შეგეძულებინა და ბოროტი არ გეთქვამასზე თანათანობით შენ გუმში უკვე ძლიერდება სიყვარული შენში აი ამ ადამიანის მიმართ და როცა შენ სიყვარული შეგიძლია იმ ადამიანის მიმართ ან როგორც მინიმუმ ბოროტებას იქეთ არ მიაგებ რომელიც შენ გეწინააღმდეგება ხომ სხვა შემთხვევაში უკვე ოჯახის წევრებთან მეგობრებთან იმ ადამიანებთან რომელთაც არაფერი ბოროტი არ დაუშავებია ჩვენთვის გაცილებით მეტი სიყვარულის წარმოჩენა შეგეძლება და რატომ არის სიყვარული ესეც მნიშვნელოვანი უფალი გვეუბნება თუ თქვენ ერთმანეთი არ გიყვართ მე ვერ შემიყვარებთ ეს არის პირველი ეტაპი სიყვარულის მოსახვეჭად, რომელიც ლოცვის გარეშე ვერ შესრულდება ვერანაირად. არსებობს შვინვიერი, განხსნადი, სისხლისმიერი სიყვარული და არსებობს სახარებისეული სიყვარული. სახარებისეული სიყვარული არის სწორედ ის, რომელიც თქვენ ბრძანეთ, ხომ? ყველა უნდა გიყვარდეს და არანაირი გარჩევა არ უნდა გქონდეს. ვინ პატივი მოგაგო, ვინ შეურაცხყოფა მოგაყენა, ზოგადად ადამიანია და უნდა გიყვარდეს. და ძალიან ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ ვინ ჩვენ პატივს ვსემდა გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენი მტერი გახდა და პირიქით ვინ ჩვენი მტერი იყო ჩვენი პატივმსემელი და ჩვენი მოყვარე გახდა. ასე რომ ეს როლები ძალიან ხშირად იცვლება და შეიძლება რამდენიმეჯერაც კი შეიცვალოს დღის განმავლობაშიც და მთელი ცხოვრების განმავლობაშიც მით უმეტეს. და ერთადერთი რაც ჩვენ გვაბალანსებს სახარებისეულ სიყვარულში არის ლოცვა. ამის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს და აი ეს სიტყვები რომელიც უფალმა გააჟღერა ყველა ქრისტიანის მიმართ რომ თუ თქვენ გინდა ჩემთან იყოთ უარყავით თქვენი თავები და გამომყევით მე ყველაზე მეტად ლოცვას მიმართებ იმიტომ რომ დღეს ჩვენ ხედავთ რომ მონასტრებიც კი დაცარიელდა სამწუხაროდ ეხა ამას იმის ფონზე ვამბობ როცა თქვათ ათასობით ბერი მკვიდრობდა ჩვენ წმინდა მონასტრებში და ჩვენ ესე ერთი ხელის მოსმით ჯერ არც სურვილი გვაქვს ალბათ არც მოწოდებას ხედავთ და არც საშუალება გვაქვს და არც იმის სულიერობა ყველაფერი დავტოვოთ და წავიდეთ მაგრამ აი ლოცვის დროს ჩვენ ყოველივე მსოფლიოს ზრუნვა უნდა დაუტევოთ და ეს არის ესე იგი მთელი საკუთარი თავის უარყოფა შენს არსებაში რა კართომებიც არის რა მიდრეკილებებიც რა მიჯაჭულობებიც რა ცოდვებიც რა რავნებებიც
ლოცვის დროს ყველაფერი ცოცხლდება. ნებისმიერი ლოცვა, რომელიც არ უნდა წაიკითხოს ადამიანმა და მით უმეტეს თუ ხშირი სახე მიეცემა ამ ყველაფერს, მე თავად აღმოაჩენს იმას, რომ თუნდაც ბოროტე იზრახვები, როდესაც მოუაზრათ თავში ხომ ან სხვა გარტყამს სახეში, ასე ვთქვათ, ძალაუნებურად ის ლოცვები, რომელსაც მუდმივად იმეორებ, ის სიტყვები სწორედ, რომელიც გჭირდება ზუსტად მაშინ მოდის, მამა დავით, რომ შენი სული განკურნოს, ასე ვთქვათ, და ის ბოროტის რახვები უკან დახიოს. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ყველაფერი და თანდათანობით ეს ლოცვა რო გადავა ჩვენს გულში, მე უკვე სხვანაირად იწყებს ადამიანის ცხოვრებას და არაფრის არ უნდა გვეშინოდეს ჩვენ, როცა უფალი ჩვენთან არის, უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა ვისა მეშინოდეს და როგორც ბრძანებს პავლე მოციქული, სახელისა მიმართ იესო ქრისტესისა, ყოველი მუხლი მოდრკეს, ზეცის სათანი და ქვეყანის სათანი და ქვესკნელის სათანი. და როგორც ბრძანებს პეტრე მოციქული, არც აღარს სახელი სხვა მოცემული სასაქვეშე, რომლით ამ საჯერ იყო ცხოვრება ჩვენი და აი მოკლე ლოცვის უპირატესობას წარმოაჩენს მინდა სახარებაც, ასევე ჩვენ გვაქვს სახარებაში ეპიზოდი, სადაც ბრმა ადამიანი, როდესაც ის გაიგებს, რომ იესო მოდის, ღაღადებს იესო, ძეო დავითისო შემიწყალემე და რამდენიმეჯერ იმეორებს ამას და ადამიანები ეუბნებიან მის გვერდში მყოფი ადამიანები რომ გაჩერდი, დადუმდი, მაგრამ რაცაც უფრო მეტად უგზალავდნენ იესოს სახელის მოხმობას, ეს უფრო მეტად ღაღადებდა სიმბოლურად. აი ეს საზოგადოება, რომელიც ბრმა ადამიანის გვერდით იყო და გარკვეულწილად აბკოლებდა ამ სნეულ ადამიანს, რომ ქრისტემდე მისულიყო და განკურნებულიყო, არის ჩვენი ეს ბოროტი ფიქრები და ბოროტი აზრები. და ჩვენ რაც უფრო მეტად არ დაუჯერებთ და ისევ მოვხმობთ ქრისტეს სახელს, ვდგებით უდიდესი რეალობის წინაშე, როგორც სახარებაში არის, მივა უფალი ამ ბრმა ადამიანთან და ეტყვის მას, რა გინდა, რა გაგიკეთო შენ და ბრმა ადამიანი ეტყვის, მინდა რომ ჩემი თვალები აღვიხილო. და თითოეული ჩვენთაგან გვჭირდება ჩვენი სულიერი თვალების ახელვა, რომ აი მართლმადიდებლობის დიდებულება დავინახოთ, ღვთის დიდებულება, ღვთის მაცხოვარება, როგორც ლოცვაში არის, რომ მიჩვენე ჩვენ მაცხოვარება შენი უფალო. აი ბრმა ადამიანის ლოცვა, სადაც მას ესეთი ლოცვა ამოვიდა გულიდან იესო ძეო დავითისო შემიწყალემე, უფალმა შემდგომში თქვა, რომ რას ფიქრობთ თქვენ, ვინ არის ქრისტე, ვინ არის ვისი ძე არის იესო? ფარისევლებს უსვამს ამ შეკითხვას და ისინი ეტყვიან, რომ დავითისი. და უფალი ამბობს, მაშინ რატომ ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი თავის ფსალმუში, რომ თქვა უფალმა უფალსა ჩემსა დაჯეთ მარჯვენა ჩემს. რატომ მიმართავს მას როგორც უფალი? როგორ იქნება მისი ძე თუ მისი უფალი? რეალურად ორივე არის ქრისტე, დავითის ძე, ხორციელად ღვთისმშობელის. დავითის ტომიდან იყო და სწორედ ამ შტოში მოევლინა ხორციელად ქრისტე კაცობრიობას, ხოლო სულიერად ის არის ღვთის ძე, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა შობილი, ის არის ჩვენი ღმერთი. და როდესაც ჩვენ ლოცულობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთს ვესაუბრებით. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაში არის არაერთი ეპიზოდი იმისა, რომ დედამიწაზე უნდა მოსულიყო ღმერთი და კიდევაც მოვიდა ღმერთი და ქრისტემ თავისი ქმედებებით ნამდვილად დაბეჭდა და დაადასტურა და დაუმტკიცა ყველას აბსოლუტურად, რომ ის მარადიული ღმერთი არის და თვითონ მოციქულებსაც კი უჭირდათ ამისი დაჯერება, რთული იყო მათთვის გაგება იმისა, რომ მათ გვერდში მყოფი პიროვნება, რომელიც მათთან ჭამდა, სვამდა, კი რა თქმა უნდა, იქ იყო რაღაცა ზეადამიანური ქმედებები ქრისტეს შემთხვევაში, რომ ის იყო მარადიული ღმერთი. და აი ჩვენ პირველ რიგში ეს უნდა დავიჯეროთ, რომ ქრისტე ღმერთია და მეორე უფრო გაგვიმარტივდება ლოცვა. ეს არის თანასწორი მამისა და თანასწორი სულიწმინდისა და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, უფალი ამბობს, ვერავინ ვერ მივა მამასთან თუ არა ჩემს მიერ. და ჩვენ ვიცით საქმე მოციქულთაგან, რომ სულიწმინდა გადმოვიდა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებმაც ქრისტეს ირწმუნეს. ისე რომ თუ გინდა ჩვენ ყოვლადწმინდა სამება ღმერთთან ახლოს ვიყოთ და რეალურად ახლოს უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ყველაზე ახლო არსება ცის ქვეშეჩი და ზეციურ ქმნილებებში, არსებებში და ყველა დაბადებულთა შორის არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ შეიქმნა ღვთის ხატად და მსგავსად და ეს უცხო არ უნდა იყოს ჩვენთვის ღმერთთან ურთიერთობა, მასთან მეგობრობა, მისი სიტყვების მოსმენა, მის წინაშე მდგომელობა და ყოვლადწმინდა სამება ღმერთის გაცნობა ყველაზე მეტად ხდება სწორედ იესოს ლოცვის მეშვეობით და
ამ ლოცვის წარმოქმნა შესაძლებელია ფეხზე რომ ვიდგეთ ესეც, რომ ვიჯდეთ ნებისმიერი ასე თქვა ქმედების დროს. მთავარი რაღაც მყუდრო გარემო შევიქმნათ საკუთარ თავში. მამა დავით, აი ზოგადად ლოცვის შესახებ ვსაუბრობთ და საინტერესოა რა ძალა აქვს სინამდვილეში ლოცვას, გულწრფელ ლოცვას და ასევე ახსენეთ ლოცვის შედეგი და არის შემთხვევები სამწუხაროდ, როდესაც ვამბობთ ადამიანები, რომ ვილოცე უფალს შევთხოვე, თუმცა ეს კონკრეტული რაღაც თხოვნა, რაც უფალთან გამაჩნდა, არ შემისრულდა. რამდენად გვაქვს ამის უფლება სინამდვილეში, რომ ვთქვათ, ვილოცე არ შემისრულდა საყვედურად და საპროტესტოდ გამოვთქვათ ეს სიტყვები, რას ნიშნავს სინამდვილეში ლოცვის შედეგი? რას უნდა დავარქვათ, რომ შედეგიანია, ასე ვთქვათ, ლოცვა ჩვენთვის? თვითონ ის რომ ადამიანი უკვე კავშირზე გადის ღმერთთან, შეიძლება რაღაცა ბანალური სათხოვარი ქონდეს ადამიანს, თავისთავად ეს კარგია და ის სათხოვარი ხა შესრულდება თუ არ შესრულდება, თუმცა ეს მატერიალური ამას არ უნდა ქონდეს ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა და ისეც უნდა ვიცოდეთ რომ თუ შესასრულებელია და ჩვენთვის სასარგებლოა შესრულდება თუ არა და არ შესრულდება. სოლომონ ბზენი ესეთ რამეს ამბობს რომ მართალი ადამიანის გულში რაც არის ყველაფერი შესრულდება. რას ნიშნავს მართალი ადამიანი? რომ შენ გინდა მხოლოდ სულიერი სარგებელი რომ მიიღოს შენს და შენმა მოყვას მათ მოყვასებმაც ყველა ადამიანმა აბსოლუტურად და მთელმა ერმა და ნუ ვიქნებით ესე ვთქვათ თქმელი მისა რომ უფალი არის მე ჩვენს ლოცვას ან საერთოდ არ არსებობს უფალი ეს ძალიან დიდი ურწმუნოება იქნება პირველ რიგში თუ გვინდა რომ ჩვენს გულში არსებული ეს სწრაფები შესრულდეს თუნდაც ის რაღაც მატერია არის რაღაც მაღალი მატერიები ზოგ სახლი უნდა სახლი მართლა უნდა კონდეს ეხლა ვთქვათ ზოგს რაღაც ელემენტარული სამსახური ჭირდება საიდანაც არსობის პულს მიიღებს ზოგს თუნდაც სხვადასხვა რაღაც დაოჯახება უნდა მოყვასთან შერიგება რაღაც მოგზაურობა არის ბევრი ისეთი რამ რაც შეიძლება მართლა ჭირდება თანამედროვე ადამიანს მაგრამ თანდათანობით ყველაფერი მოგვეცემა ჩვენ და აი მართალი ადამიანის გულში რაც არის ყველაფერი შესრულდება მართალი ადამიანი ის არის ვინც უფლის სიტყვას ისმენს და მას ასრულებს აი ამის ყველაზე დიდი მაგალითი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ის მართალი იყო ღვთისწინაში და რაც ჩაიფიქრა შანაფიქრები 10 მაგად და 100 მაგად შესრულდა ხო მან ჩაიფიქრა რომ აი ესე იგი ღვთისმშობელი ვინც იქნებოდა იმის მსახური ყოფილიყო და თავად გახდა ღვთისმშობელი და მრავალი ესეთი ასპექტი რომელიც არის წმინდანთა ცხოვრებაში მათი ჩანაფიქრი ან გულში რაც იყო ყველაფერს უფალი უსრულოდ არც იყო საჭირო ის რომ კონკრეტულად ეს გამოეხატათ ჩვენ როდესაც ლოცულობთ ვამბობთ მამაო ჩვენო არსობის პური მოგვეცი ჩვენ და იყოს შენი ნება და აუცილებლად ყველაფერს ისე დაგვილაგებს უფალი რომ ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ ამიტომ მე ვერიდები კონკრეტულ სათხოვარს უფალთან უფალო ესე მინდა იმიტომ რომ მე საბოლოოდ რაც მინდა იმაზე ვფიქრობ და თვითონ ინსტრუმენტები რა იქნება ფორმა რა იქნება ამაზე აღარ მევედრები უფალს რომ მაინც უფალო ეს მინდა რომ წარ ვთქვათ უფალმა ხომ ისედაც იცის თუ რა გვაქვს გულის ნადებად ასე ვთქვათ ხო და რა არის ჩვენი სურვილი მეორე არის ის რომ უფალმა ყველაზე უკეთ იცის ჩვენ რა გვჭირდება და რა არა აი ამაში ისე ვარ დარწმუნებულია როგორც ახლა მე თქვენ გიყურებთ რომ ღმერთი ყველაფერს მოგცემს და ყველაფერს გვაძლევს და მომავალშიც მოგცემს იმიტომ რომ ღმერთი არ იცვლება გუშინ და დღეს უფალი იესო ქრისტე კი თავოთი არის უკუნისამდე და სადაც ახარებაში არის ეპიზოდები რომ ცხოვარმა 5 პურით 5000 კაცი განაძღო და კიდევ 12 გოდორი დარჩა სავსე ეს 12 გოდორი შემთხვევით არ წერია ახარებაში დარჩაო ისე იგი იმდენს გვაძლევს უფალი კიდე დარჩება და მოწყალებაშიც გავსცემ სხვასაც დავეხმარებით და 40 წლიანი მოგზაურობა უდაბნოში ღვთისრჩეული არის ებრაელების ისრაელიანების რომ როგორ იყო რომ ზეციური მანანა მწყერმარხილი ოღონდ ვინც მეორე დღეს სამყოფს აიღებდა მეორე დღეს ეს მანანა არ ვარგოდა უფალი თავდაპირველად იქიდანვე გვასწავლიდა ჩვენ რომ კი რა თქმა უნდა რაღაცა მომავლის პერსპექტივები უნდა გააკეთოთ და გათვალოთ მაგრამ ნუ გამორიცხავ წმენას ხვალინდელ დღეს ნუ გაწყვიტავ ჩემთან კავშირს ნუ გაწყვიტავ ლოცვას ჩემთან ხვალად შემევედრე რომ არსობის პური მოგცემ მე შენ და აუცილებლად მოგცემ არსობის პურს და ისიც უნდა ვთქვათ რა არის ყველაზე მეტად არსობის პური. როგორც მაცხოვარი ბრძანების ახარებაში მე ვარ პური ცხოვრებისა, რომელიც ეცით გარდამოხვედ. უკვე თუ ვინმე ჭამდეს ამ პურისაგან, არ ამოკვდეს, არამედ ხონდეს იგი უკუნისამდე და პური, რომელსაც მე მივსემ,
კაცობრიობას გადარჩენისთვის ეს არის ჩემი ხორცი და ჩემი სისხლი. თუ ადამიანი ეზიარება, თუ ადამიანი სახარებას კითხულობს, აი სასწაულები ხდება მის ცხოვრებაში. რასაც ჩაიფიქრებს, ყველაფერი შესრულდება. ანუ ჩვენ რა გვინდა იცი, რაღაცა ვთხოვოთ ღმერთს, ანუ ჩვენ ვიყოთ ღმერთის ღმერთი. ანუ მას ubრძანოთ, მან გაგვიკეთოს და ჩვენ არაფერი არ გავაკეთებთ. მნიშვნელოვანი ისიც არის მამა დავით, ალბათ რომ კი ძალიან კარგია თუ ყველა ლოცვაზე პირად ვიცით თავისთავად, მაგრამ შეიძლება ყველა ლოცვა არ ვიცოდე, მაგრამ მხოლოდ უბრალოდ იესოს ლოცვა წარმოვთქვა, მაგრამ მთელი არსით, მთელი შეგნებით და მთელი გულწრფელობით, ასე ვთქვათ, და გულმხურვალეთ ვილოცო, ხო, იმ შემთხვევაში. აი, ამაზეც დაახლოებით წუთნახევარი გვაქვს დარჩენილი და ორივე სიტყვა რო ვთქვათ, მამა დავით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გულწრფელად წარმოთქმულ ლოცვას და არა უბრალოდ დაზეპირებულ ტექსტს. შეიძლება უხეშად გამომდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ხო, შეიძლება გონება გაგვეფანტოს იმ დროს და ვერ წარმოვთქვათ ისე როგორც საჭირო. პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ, რომ ღმერთს ვესაუბრებით და გავაცნობიეროთ უნდა ჩვენი ცოდვილობა და ამის შედეგად, ამის შესაბამისად ეს არ არის ხა ესე მარტივი და მარტივად ხელმისაწვდომი გულწრფელი ლოცვის მოპოვება. ამას ჭირდება გულის შემოსრულება და თავდაბლობა ჭირდება და ყველაზე შინაარსიანი სწორედ ეს ლოცვა არის, მოკლე ლოცვები. იმიტომ რომ ამ დროს შენ გრძნობ შინაარსს, ხო, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო შემიწყალე მეცოდვილი. და გამორიცხულია რომ აი ამის გარეშე ადამიანმა გულწრფელი ლოცვა მოიპოვოს. ეს არის ყველაზე მეტად დამხმარე ადამიანის ამ გულწრფელი ლოცვის მოპოვების საქმეში. არის კიდევ სხვა მოკლე ლოცვებიც, ღმერთო მილხიენე ცოდვილს ამას და შემიწყალე მე, რომელსაც ეკლესია ურჩევს მორწმუნეებს დიდი მარხვის პერიოდში, რომ აი ეს ლოცვა აქტიურად გამოიყენონ. და აგრეთვე კიდევ ერთი აი ძალიან მოკლედ ვიტყვი, აუცილებელია ღვთისმშობლისადმი მოკლე ლოცვები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ ან ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ღვთისმშობელს უწოდებს და მას ლოცვით მიმართავს, აი მთელი მსოფლიო კრებები, მთელი დოგმატები, რაც მიემართება მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, ყველაფერში მას ასე თქვათ უკვე აქვს თვალები ახელილი და ადამიანი არის უკვე ჭეშმარიტი მართლმადიდებელი თავის მწამსით და სწორედ ეს მწამსი და ეს სარწმუნოება და ეს თავდაბლობა, ლოცვა, აღსარება და ზიარება გადაგვარჩენს. ძალიან დიდი მადლობა მამა დავით მობრძანებისთვის და გამშვიდობებით. ზღვისუბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ლოცვის შესახებ საუბრობდით გეგი და ახლა სწორედ 9 საათია და ერთად აღვამნოთ ღვთისადიდებელი ლოცვა საბედნიერო ჩვენი ეთერის მეშვეობით მაყურებელს ყოველთვის აქვს იმის საშუალება, რომ შვიდგზის ლოცვა აღასრულოს. დაგველოდეთ და სტუმრებთან ერთად დაგებრუნდებით. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ.
რათა განმართლდეს სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარულნი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხო რომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. დავბრუნდით ეთერში. გალერეა ნოჩა მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის პერსონალურ საგაზაფხულო გამოფენას მასპინძლობს. საგამოფენოს სივრცეს, რომელიც ულამაზეს ნამუშევრებს აერთიანებს, ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი სტუმრობდა. ნახოთ სიუჟეტი. ხატავდე და რო არ მქონდეს ეს უნარი ხატვის, ალბათ ძალიან მოსაწყენი ცხოვრება იქნებოდა. ვერ წარმოვიდგენია რომ არ არსებობდეს ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. კარგია რომ მაქვს. ყველაზე დასამახსოვრებელი ემოცია რაც აქ ადამიანებს თქვამთ, არის ესეთი მომენტები, როდესაც აქ შემოსული ადამიანი იწყებს ტირილს, გული უჩუყდება. ალბათ ეს გამომდინარე იქიდან, რომ მათაც ახსენდებათ
თავიანთი ბავშვობა, თავიანთი ბებიები, ბაბუები, რაღაცა მომენტები ცხოვრებიდან და გულჩვილი ადამიანები ტირიან ხოლმე. ხატვა დავიწყე ბავშვობიდან. ყველა ბავშვი ხატავს ხო ასეა, მაგრამ ჩემი სიყვარული ხატვისადმი იმდენად ძლიერი იყო, რომ თანდათან აი რო ვიზრდებოდი, ხვდებოდი, რომ პროფესიათაც უნდა მეკცია ეს ყველაფერი. და ამის შემდეგ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში გავაგრძელე სწავლა. შემდეგ უკვე 4 წელი ვისწავლე ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში. და ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში ფერწერის განხრით. ასევე ვარ ილუსტრატორიც. შთაგონების წყარო ბუნება არის ნამდვილად, აი ბუნებაში გატარებული დრო, როგორ გითხრათ, ძალიან მეხმარება მუშაობაში. აი თუნდაც ერთი რამოდენიმე საათი ტყეში გატარებული, მთაში, ყვავილებში, ყოფნის ხოლმე რაღაცა გარკვეული დროის განმავლობაში, შეიძლება 2-3 კვირა ეს გამომყვეს აი ეს რაღაც შეგრძნება, რომ აი რაღაცნაირად ვიმუხტები. ბავშვობა ნამდვილად ძალიან კარგი მქონდა და ამიტომაც არის, რომ სულ მუდმივად მენატრება და მუდმივად მაქვს სურვილი, რომ თქვათ დავბრუნდე ამ დროში, რაც შეუძლებელია სამწუხაროდ. მენატრება კიდევ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ჩემთვის საყვარელი ადამიანი იყო ჩემს გვერდით, ხო ასეა, ბებიები, ბაბუები, ნათესავები, დეიდები, მამიდები, ბიძები, რომლებიც ძალიან ბევრი უკვე აღარ არიან ახლა. ნახატების სიუჟეტებს რაც შეეხება, სულ სხვადასხვანაირად არის აქ ყველაფერი. შეიძლება იყოს რეალური მოგონება, რაღაც ავტობიოგრაფიულიც და ასევე გამოგონილიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს გამოგონილი პერსონაჟებიც და ვთქვათ, სიტუაციებიც მაინც ალბათ მოდის რაღაცა მოგონებებიდან. აი ამ სიტუაციების ხატვის დროს პირიქით ამ მოგონებას და ნოსტალგიას ამსუბუქებს. თითქოს შენც იქ ხარ და მონაწილე ხდები ისევ იმ შენი ბავშვობის. ანგელოზები ჩემთვის არის უმანკოების, სისუფთავის, ნათელი თუ არსებობს რამე ცხოვრებაში, ამის სიმბოლო არის. ძალიან მიყვარს, როდესაც ვიწყებ ერთ ნახატს, ნუ თუ არ არის ძალიან დიდი ზომის და ძალიან მრავალფიგურიანი, ძალიან მიყვარს, რომ რა დღესაც დავიწყე, იმ დღეს დასრულდეს ეს ნახატი და ძირითადად ჩემი ნამუშევრები ესე ერთ დღეში იქმნება, იმიტომ რომ არ არის ძალიან დიდი ზომის. ჩემი ნამუშევრები გამოიყენეს მეტაფორული ბარათებისთვის და როგორც ვიცი, ფსიქოლოგებისგან ბევრი იყენებს ამ ბარათებს და ძირითადად ეხლა რადგან აქ არის ბავშვობის თემატიკა, ძირითადად ძალიან ეხმარება ადამიანებს ეს ბარათები თავიანთი ბავშვობაში ჩარჩენილი ტრამვების გამოსამჟღავნებლად, ან გასახსენებლად და ხშირ შემთხვევაში თურმე ძალიან მშველით ეს ყველაფერი. ნახატი, რომელიც მე ვთქვათ დავხატე, რაღაც ჩემი გზნობა გადმოვიტანე, ამ დროს ადამიანმა რაღაცა თავის ცხოვრებასთან გააიგივა და რაღაცაში დაეხმარა ეს, რომ რაღაცაში გარკვეულიყო და კარგი შეგრძნებაა ნამდვილად. დავიწყე ფიქრი, რომ კარგი იქნებოდა, რომ რაღაცა პატარა კუთხე მქონოდა, სადაც სტუმრებს მივიღებდი. ასე დამებადა ეს იდეა დაახლოებით 10 წელზე მეტი უკვე გასული. და ზუსტად აი ხა რამდენიმე დღის წინ 5 მაისს გალერეას შეუსრულდა 10 წელი. დაუჯერებელია, რომ ამდენი წელი გავიდა. გალერეა რო შევქმენი, თან არ მინდოდა რომ მხოლოდ კედლები ყოფილიყო და ნახატები, ანუ აქ მინდოდა ყოფილიყო როგორც სახლის სიტუაცია, რომ აი სახლში სტუმრად რომ მიდის ადამიანი, ესეთი გარემო რო შექმნილიყო და რადგან აი ჩემს ნახატებში ასე
ასევე არის ნოსტალგიური თემები, ხო? აი ჩვენი ბავშვობის სათამაშოები, იქ ჭურჭელი, პატარა სათამაშო ჭურჭელი და ასე შემდეგ. ამის შეგროვებაც დავიწყე რაღაცნაირად პარალელურად ამ გალერეის გახსნის დროიდანვე და მე აღმოჩნდა, რომ ბევრი ადამიანი მოდის და აქ რო ხედავენ, რომ არის ეს ფაიფურის ძველი ჭურჭელი, რომელიც 50-იანი, 60-იანი წლების არის, ბევრი გვაქვს ესეთი კოლექციაში. მე ყველას სურვილი უჩნდება, რომ გვაჩუქონ და ეს ჩვენი კოლექცია ნელ-ნელა ესე გამდიდრდა. ძალიან ესე მიხაროდა, რომ ეს 10 წელი სრულდება, რაღაცა მაინც ყვალი თარიღი არის და ამ დღისთვის მოვემზადე და 22 ახალი ნახატი შევქმენი სპეციალურად გამოფენისთვის და ეხლა ამჟამად გამოფენილია ეს ნახატები ჩვენს გალერეაში და მთელი მაისის განმავლობაში შეგიძლიათ ვესტუმროთ და დაათვალიეროთ ეს გამოფენა. ანუ 1 ივნისამდე იქნება. დიდი სიყვარულით მოვიკითხავთ ქალბატონ ნინოს და წარმატებებს უსურვებთ გალერეა ნოჩას, რა თქმა უნდა. ჩვენი გადაცემა კი გრძელდება, შემოგვიერთდა ფსიქოლოგი ქალბატონი მარინა კაჭარავა. დილამშვიდობის ქალბატონი მარინა, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო და საინტერესო თემის შესახებ უნდა ვისაუბროთ, რასაც წარმოადგენს ოჯახი. თუ რა მნიშვნელობა აქვს ოჯახს ზოგადად ადამიანის განვითარებაში, მის ჩამოყალიბებაში, იმიტომ რომ ოჯახი ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე ადამიანისგან შეკრული და შემდგარი ერთობა, არამედ აქ ყალიბდება მთელი ჩვენი ფსიქოლოგიური, ფსიქიკური, სხვადასხვა სახის მსოფლმხედველობა და ასე შემდეგ. ყალიბდებით ადამიანებად თავდაპირველად იქ, როგორც ამბობენ, შვილი ოჯახის სარკე არის და შესაბამისად ჩვენზე აისახება ის ყველაფერი, რა ტრადიციები არის, რა ღირებულებები არის და რას ექცევა ყურადღება ოჯახში. გისმენთ ქალბატონი მარინა, ოჯახის მნიშვნელობის შესახებ რომ გითხრათ თავდაპირველად, თუ რას წარმოადგენს ოჯახი და როგორი უნდა იყოს იქ? დიდი მადლობა. ოჯახის მნიშვნელობაზე რომ დავიწყო საუბარი, ასეთ რამეს ვიტყვი, რომ ღმერთმა ადამიანი ოჯახად შექმნა. ანუ ადამ და ევა უკვე ოჯახია. ორი ადამიანის ერთობა ახსენეთ, რაღაცა ერთსულოვნება, გამთლიანება და ამით ხდება შემდგომში მოდიშთა მომავლობა და ამას დაერქვა კაცობრიობა ზოგადად. და დიახ, ფუნდამენტში არის ოჯახი, რამე თუ ადამიანს უჭირს მარტოობა. ისედაც თქვენ ბავშვი ახსენეთ და ბავშვისთვის მშობლები არის როგორც დიდისთვის ღმერთი, მორწმუნე დიდისთვის ვამბობ, აი ღმერთი, რომლის იმედზეც არის, რომელიც არის მისი გადამრჩენელი, ვისაც თხოვს ის წყალობას და ბავშვისთვის, აი მამა მაგალითად არის უსაფრთხოება, ზურგი, დაცულობა, ყველაზე ღონიერი მამა, ყველაზე ძლიერი, ყველას მოერევა, ბავშვს ესე გონია და ეს მამა რო ყავს მას, ის არის ძლიერი და ბედნიერი. სხვა შორის არ აქვს მნიშვნელობა, ბიჭი იქნება თუ გოგო, ორივე სქესისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ გოგოში ქალურობის ინიცირებას აკეთებს მამა და ბიჭში ვაჟკაცობის. დედაზე რო არაფერი ვთქვათ, ახლა დედა არის ხშირად მიფიქრე ეს მეტაფორა, აი მზის სისტემა რო წარმოვიდგინოთ. ცენტრში არის მზე. ოჯახის ცენტრში არის დედა. დედა სადაც არ არის, იქ მზე არ არის, ბნელა, იქ თითქოს ცივა, თითქოს ვერ ახერხებს მამაკაცი იმ სითბოს რაღაცნაირად გამოყოფას, რაც დედას შეუძლია. თუმცა არის ესეთი ოჯახები, სადაც დედა აღარ არის, თქო სხვა მიზეზის გამო და ჩემი დიდი პატივისცემა მათ და თანადგომა, მაგრამ მე ვამბობ აი ბავშვის გადმოსახედიდან. თითქოს ამ ოჯახში ჩამქრალია რაღაცა. დედა არის სითბოზრუნვა, აი გამოკვება, აღზრდა, აი ყველა არ არის, რომ ებრაელები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დედას და მათი ეროვნებაც დედის ხაზით გადადის, იმიტომ რომ დედა არის ჭურჭელი, რომელშიც მთლიანად ისხმება ოჯახი და მე იმ ოჯახს აქვს რაღაც დედის ფორმა და დედის
ასე ვთქვათ, სურნელება. და აქედან გამომდინარე ერთის და მეორეც არის უმნიშვნელოვანესი ადამიანისთვის, რომ ის ჩამოყალიბდეს პიროვნებად და ახლა კიდევ მთავარი მათ შორის რა ურთიერთობა არის. ეს არის ერთია, რომ ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე და ძალიან ძირითადია დედას და მამას შორის რა ურთიერთობა. ბავშვი როდესაც ხედავს, რომ მამა პატივს სცემს დედას, ეს არის ის, რაცაც ის სწავლობს, რომ ქალს პატივი უნდა სცეს. ის შემდგომში ის ადამიანი თავის ცოლსაც პატივს სცემს, თავის დედასაც პატივს სცემს. ზოგადად ქალის პატივისცემა იწყება იმით, ჩვენ ხოვთ, რომ აი იგივე მამაკაცებს რომ პატივი უნდა სცენ ქალებს. ეს უნდა ისეთი სიტყვაა, ხო, რაღაცნაირად ცოტათი ზოგჯერ არასასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ იძულებითი ფორმა. ხო, იძულებითი ფორმაა, მაგრამ რეალურად ადამიანობა გადის რაღაცა თავის იძულებაზეც ხშირ შემთხვევაში. თუმცა სამაგისოდ არ უნდა გქონდეს საქმე პატივისცემის კუთხით. და თუ მამას სცემს პატივს დედას, ეს პატერნი არის მისთვის ასე ვთქვათ დამახსოვრებული, ჩაგდებული მის არაცნობიერში და მან ეს იცის. ასევე თუ დედას სცემს პატივს მამას და პატივისცემით მიმართავს, მამას რაღაცა აქვს ის ადგილი, რომელიც მას უნდა გქონდეს ოჯახში. ასევე ბავშვი იმახსოვრებს გოგონა იქნება თუ ბიჭი, როგორ მოექცეს იგივე მამაკაც, როგორ მოექცეს სხვას. ანუ ჩვენი ქცევითი სტრატეგიები სწორედ ოჯახში ყალიბდება. ყალიბდება ის ძირითადი პატერნი, ერთმანეთში ურთიერთობა და ის თუ რა გამკლავების მექანიზმები აქვთ მათ. ეს არის გაქცევა ერთმანეთისგან, ეს არის დაშორება, ეს არის შეურაცხყოფა თუ სხვა რამ. და ეს გამკლავების ეგრეთ წოდებული coping სტრატეგიებს ასაც ეძახიან, ესეც არის რაღაცნაირად პირველ რიგში, აი რო იტყვიან copy paste-ით აღბეჭდა დამახსოვრება ხდება ამის და მეორე კიდევ აქვს მას თავისი გენეტიკური ფესვები, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს ძალიან დიდი კავშირი წინაპრებთან. აი ზოგი ამბობს მკვლევარი, რომ დაახლოებით 7 თაობამდე წდებაო ჩვენი კავშირები, ანუ ჩვენი ის გენეტიკური ინფორმაცია, შლეიფი რა ჩვენ მოყვება. რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება თითოეული ადამიანი გარდა იმისა, რომ რაღაც სიტუაციაში იზრდება, ის კიდე ვიღაცას გავს. მას კიდე და გავს შეიძლება ისეთ ვინმეს, რომელიც მას ცხოვრებაში არ უნახავს. და არასდროს არც ქონია მასთან ურთიერთობა. თითქოს იმეორებს იმის ქცევას, იმეორებს რაღაცას. არის ხოლმე ესეთი განცდა, რომ რაღაცა შენსას არ გადიხარ ამ ცხოვრებაში. თითქოს რაღაცას იმეორებ. აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი გაცნობიერება. აქ არის ახსარების მნიშვნელობაზე, ალბათ მოძღვარმა უნდა ილაპარაკოს, რომ ეს არის საოცრება, ეს არის ადამიანის ამოტრიალება, ეს არის ახალი ადამიანის შექმნა, რაღაცა ძველის ნგრევა და ახლის შენება. მაგრამ გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ფსიქოთერაპიასაც აქვს საკმაოდ ესეთი დიდი დატვირთვა, იმიტომ რომ ისევე როგორც ამოთქმულ შინაარსებს, რომ მოხდეს მისი უტილიზაცია, მოხდეს მისი მონელება ამ შინაარსების სახელის დარქმევა, რადგანაც რასაც სახელს ვერ არქმევ და რაც ჩვენთვის გაუგებრობაა, ის იწვევს ქაოსის განცდას. და ეს ქაოსი კი მიისწრაფვის წესრიგისკენ, მაგრამ ამას სჭირდება შემოქმედი, ამ შემთხვევაში ადამიანი, ვინც ეცდება, რომ მოაწესრიგოს ეს ქაოსი. ქავტად მარინა, კი, რა თქმა უნდა, ეს ასე არის, რომ საფუძველი საიდანაც იწყება, ვთქვათ, ჩვენი განვითარება, ძალიან დიდ როლს თამაშობს და მნიშვნელოვანი არის კი. მაგრამ ასევე შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანმა თავის თავში გამოიმუშავოს, ვთქვათ, და მისი ეს დადებითი მხარე მასში, რაც არის უფრო მეტად წამოწიოს წინა პლანზე და დათრგუნოს, ვთქვათ, ის უარყოფითი, რაც მან, ვთქვათ, ოჯახიდან წამოიღო და შეიძლება თუ არა ასევე რომ გენეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გარემო ფაქტორებიდან ასევე მივიღოთ მაგალითი და ვეცადოთ რომ იმ დადებითის კოპირებით შევძლოთ ჩვენი პიროვნების გამოძერწვა, ასე ვთქვათ. მადლობა დიდი. დიახ, ესე იგი, რადგანაც ადამიანი არის 4 განზომილებიანი არსება, ანუ მასში არის ბიოლოგიური მდგენელი, რომელიც არის ჩვენი ბიოსამედიცინო გენეტიკა.
მასში არის და რაღაცა ბიოლოგიური მოცემულობა თითოეულ ჩვენთაგანს რაც გვაქვს. შემდგომი არის ფსიქოლოგიური. ფსიქოლოგიური ეს არის პიროვნების მახასიათებლები, ისეთი როგორიც არის მაგალითად მისი აზროვნების ტიპი, პოზიტიური თუ ნეგატიური, ისეთი როგორიც არის ნებისყოფა, ისეთი როგორიც არის დამოუკიდებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ყალიბდება ასევე ბავშვობაში. სქესთან იდენტიფიკაცია და ასე შემდეგ, ეს პიროვნული მახასიათებლების გარდა არის სოციალური მესამე მდგენელი, რომელიც არის პირველ რიგში ოჯახი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ოჯახური ურთიერთობები, მაგრამ ეს ოჯახი არ არის მარტო ამ სამყაროში. მის გარშემო არის კიდე სხვა არის ბევრი სხვა ოჯახი, არის საზოგადოება, სოციუმის დაკვეთები, წესები, მოდა, მასმედია, სოციალური ქსელი დღეს უფრო ძალიან გაფართოვდა და ტრენდი ეგრეთ წოდებული რა არის წახალისებული, რა მოწონთ უფრო და აქეთ ეს სოციალური იგივე თქო რეკლამა რისი მიდის იგივე მასმედიაში თუ სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ რეკლამას აქვს ძალიან დიდი ძალა და ძალიან დიდი ის ახდენს გავლენას ადამიანზე იმდენად რომ ხშირ შემთხვევაში თვითონაც არ იცის რატო აკეთებს ამას, იმიტომ რომ ვერ აცნობიერებს. აი როგორც შეიძლება ვიღაცამ გაყიდინოს ისეთი რამე კარგმა გამყიდველმა ხო, რომელიც საერთოდ არ გჭირდებოდა, მაგრამ ისე შეგიფუთოს, ისე მოგაწონოს და ისეთნაირად მოგაწვდინოს ინფორმაცია, რომ ჩათვალო, რომ პირიქით რაღაცა კარგი რამე გააკეთე და ძალიან სასარგებლო შენთვის. ეს ამას ყველაფერს აქვს თავისი მდგენელი და თავისი ადგილი. და სულიერი. აი მეოთხე არის სულიერი, რომელიც არის მთავარი და ალბათ აქედან უნდა დაგვეწყო, რომელიც არის სულის თვის რა არის სასარგებლო. თუ რამდენად ის მოსაფრთხილებელია და რამდენად ის არის უნიკალური და ერთადერთი თითოეულ ჩვენთაგანს აქვს თავისი და ეს სულიერება არის იგივე ჩვენს კარგად ვიცით ეს არის ეკლესიური ცხოვრება, ეს არის მოძღვართან ურთიერთობა, ეს არის სახარების კითხვა, ლოცვა. ჩვენ ხშირად ვამბობ ფსიქოლოგები, რომ სიტყვას აქვს ტყუის ძალა და ის ძალიან ძლიერია და მაშინ წარმოვიდგინოთ როგორი ძალა აქვს ლოცვას, ხო, როგორი რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის იგივე ის ლოცვები, რაც არსებობს, თუ თავის სიტყვებით, რასაც ითხოვს, თუ რასაც ამბობს. დღეს ბევრი ამბობს, რომ აი კოსმოსში გააგზავნეს სურვილები და შეგისრულდება. ნუ ეს ისინი რასაც კოსმოსს ეძახიან, ახლა ეს მათი ის არის, თქვათ, იგივე სამყაროს, მაგრამ დიახ არსებობს ღმერთი და დიახ ღმერთთან ურთიერთობა შესაძლებელია ზუსტად ისევე როგორც მის საწინააღმდეგოსთანაც ურთიერთობა არის შესაძლებელი. გალბატონო მარინა, აი რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს მცირეწლოვანი ბავშვი, ოჯახის წევრი, რომელიც აი იმ პრობლემებს ხედავს ოჯახში, რაზეც საუბრის დასაწყისში თავადაც ახსენეთ, რომ ყავს ან დედა ან მამა ემიგრანტი, ან რაღაც სხვა უამრავი პრობლემა არსებობს ოჯახური, როდესაც შეიძლება ერთად არ ცხოვრობდნენ ცოლ-ქმარი, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს და ნეგატივი ამან ბავშვში, როგორ შეიძლება განვითარდეს მისი ცხოვრება. რა თქმა უნდა, ნერვიულობს ხომ ამაზე და განიცდის. რა თქმა უნდა. შვილი. მას აქვს რაღაც მიტოვებულობის განცდა და სხვადასხვანაირად ვითარდება ბავშვის მდგომარეობა. მე ბევრი ემიგრანტი ვიცი, ვინც აი დღე და ღამე ჩართულია იმაში მონიტორთან ზის, ამეცადინებს, რაღაცა კრებებს ესწრება, პედაგოგებს ესაუბრება, ანუ ბევრად უფრო მეტად არის ჩართული, ვიდრე აქ ვინც ცხოვრობს ზოგჯერ. როგორც ჩანს აკომპენსირებს ის თავის აი ამ ხელა დისტანციას, რა დისტანციაზეც არის წასული. რა თქმა უნდა, ეს რომ ადამიანები წავიდნენ ეს მათი გადაწყვეტილება არ მოუტანია რაღაც კეთილდღეობას და კარგ ცხოვრებას. ეს მათი რაღაცა სასოწარკვეთილი ზოგჯერ გადაწყვეტილებაა და რაღაცა მატერიალური მხრის მოგვარება, იგივე ასწავლონ ბავშვებს კარგად. ზოგჯერ ეს ამართლებს, ზოგჯერ არ სამწუხაროდ, ზოგჯერ ის ფული, რასაც აგზავნის, აქ არა მიზნობრივად იხარჯება და შეიძლება ჩამოვიდეს ადამიანი და არც არაფერი არ შეერჩეს და გაბრაზებული ბჭყალებში შვილები, რომლებიც ცდილობენ მერე გადაუხადონ სამაგიერო, ისევ ბჭყალებში ვამბობ. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ სად იქნება ოჯახი ზოგჯერ იმაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთში რა ურთიერთობა აქვს, ომშიც რო იყვნენ ბავშვისთვის თუ დედა და მამა გვერდით ყავს და მათ შორის ჰარმონია
ბავშვი ამ შემთხვევაში ბედნიერია ბევრად უფრო ვიდრე აი რაღაც დანგრეულ ურთიერთობაში, შეურაცხყოფაში. იმიტომ რომ ოჯახი არის ორი ტიპის, ფუნქციური და დისფუნქციური. დისფუნქციური არის ძალიან ბევრი და ფუნქციური არის ერთი. ფუნქციური ვიტყვი რაც არის, ფუნქციური არის, როდესაც არსებობს რაღაცა მსუბუქი და სასიამოვნო იერარქია. იერარქიაში არ იგულისხმება არავის არც ჩაგვრა, არც თქოთ რაღაც გადამეტება თავის. როდესაც ადამიანებს შორის არის პატივი, უფლებამოსილების გადანაწილება, პასუხისგებლობის გადანაწილება, რაღაცა ურთიერთპატივისცემა მთელ ვერტიკალზე თუ მთელ ჰორიზონტალზე, რასაც ქვია ოჯახური ურთიერთობები. ღირებულებების სწორი მიწოდება. არ არის ადვილი, მაგრამ არც ძალიან ძნელი არ არის ადამიანი თუ მოითხოვს და დისფუნქციური არის ნაირ-ნაირი. შეიძლება ეს იყოს ოჯახი თეატრი, სადაც ყველა ვთამაშობთ რაღაც როლებს. იმიტომ რომ მეზობელმა არ გაიგოს, იმიტომ რომ ვიღაცამ, სადაც ოჯახი ციხესიმაგრე, სადაც ვაკეთებ ისეთ ციხესიმაგრეს, რომ აბსოლუტურად იმუნიტეტი აღარ აქვს ამ შვილს, ამ ბავშვს, რომელიც გადის გარეთ და შემდგომში ეჯახება რეალობას, მას არ შეუძლია თავი დაიცვას. და კიდე ბევრი სხვა, სადაც არის ბევრი როგორ გითხრათ, სოციალურად მიუღებელი ფორმა ურთიერთობების, უპატივცემულობა პირველ რიგში, სიყვარულობა და ასე შემდეგ და კაპიტან მარინა, 17 მაისი ახლოვდება და შესაბამისად ეს არის ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე და ასევე მშობლების პატივისცემის დღე. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის და თავისთავად სწორედ ახლა ვსაუბრობთ ოჯახზე, მის მნიშვნელობაზე და მოდით ვთქვათ თუ რას წარმოადგენს ადამიანისთვის ოჯახის სიწმინდე და რა იგულისხმება მასში. მადლობა ამ კითხვისთვის. იცით რა, ალბათ ინდივიდუალურია ესეც, ვინ რას ხედავს სიწმინდეში. მე ერთ რამეს ვიტყოდი, ალბათ მე როგორც მშობელი და მე როგორც შვილიც და როგორც ბებიაც ალბათ ამ ნებისმიერ ამ როლში, რომელშიც არის ადამიანი, ალბათ არის პატივისცემა იმ აუდიტორიის, იმ პერსონების მიმართ, ვისთვისაც ან დედა ხარ თუ მეუღლე ხარ თუ შვილი ხარ და აი თქვენ მშობლების პატივისცემა ახსენეთ და მშობლების უპატივცემულობა იწვევს ამ პრობლემას, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს ხო შეიძლება უწმინდესმა რო თქვა, რომ გარეთ გასვლისას დაალოცეთ თქვენი, დაალოცინეთ თავი თქვენ მშობლებს და ის დღე დაალოცვილი იქნება, ეს ნამდვილად ასეა. მშობელი სანამ ცოცხალია და სანამ ის ყოველ დილას გლოცავს, ეს არის ბედნიერება და როდესაც ჩვენ მას გამოსთხოვ კურთხევას, რომ დე, მამა, რომელიც ცოცხალია, თხოვ რომ დამლოცე და ის რო გეტყვის, რომ ბედნიერი დღე, მშვიდობიანი დღე მოგცეს ღმერთმა. რაღაცნაირად ივსება ადამიანი ამით და მშობლების პატივისცემას თავისთავად ისე ოჯახში ვსწავლობთ ჩვენი მშობლების დამოკიდებულებიდან მათი მშობლების მიმართ თავისთავად. მანდაც ვსწავლობ და იცით რა არის, მე ადამიანი რო იზრდება და ხვდება, შეიძლება მშობელი ავად გახდეს, შეიძლება მშობელი შეურაცხადიც გახდეს, მაგრამ ეს პატივისცემა არის უნივერსალური. ანუ ფუნქციის შვილმა თავისი როლი და ფუნქცია შეასრულოს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ხედავდეს მის პრობლემებს და ვთქვათ ვერ აფასებდეს. ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მცნება 10 მცნებიდან არის სწორედ მეხუთე მცნება, რომელიც არის განმარტებული. არც ერთი სხვა მცნება თვის მოსეს განმარტება, წმინდა მოსეს განმარტება არ დაუწერია. პატივი ეცი მამას და დედას შენსას და მე არის განმარტებული თუ გინდა რომ კეთილი გეყოსი. კეთილი გეყო შენ, დღეგრძი დიდხანს იცოცხლო და კეთილად იცოცხლო, ხო? ის განმარტება მოყვება, რომ ადამიანმა ისევ საკუთარი თავის კეთილდღეობისთვის და თუ მას ის თვლის, რომ უნდა მშვიდობიანი ცხოვრება, მარტო მაგიტომ უნდა ეს პატივი და ეს როგორი, ნახეთ, როგორი განწყობას ქმნის ადამიანში, თუნდაც რომ ვიღაცის აზრით მშობელი ამას არ იმსახურებდეს. მშობელი უკვე იმსახურებს ამას, იმის გამო რომ ის მშობელია, ჩვენ არ აგვირჩევია, არავის არ უკითხავს ჩვენთვის სად გავჩნდებოდით ვის ოჯახში და როგორ და აქედან გამომდინარე ეს დიახ უპირობო პატივისცემა არის ამ მნიშვნელოვანი და მშობელს აქვს თვითონ უპირობო დამოკიდებულება ის მშობელი შვილს ვერ გადააგდებს რაც არ უნდა დაემართოს მის შვილს ალბათ მასზე მეტად არავის ტკივა შვილის გაჭირვება და შვილის იგივე გზას აცდენა ანუ პირობითად რო ვთქვათ ხო
და აქედან გამომდინარე, მე მაინც ვიტყოდი სიწმინდე გადის ალბათ ჩვენში, რასაც გულისხმობთ ამ სიწმინდეს, აი მცნებების დაცვა, იმ რაღაცა საკუთარი თავის შეცნობა და ურთიერთპატივისცემა. როგორც ყოველთვის დიდი მადლობა, საინტერესოა და ქალბატონ სასიამოვნო მოსასმენი თქვენი ყოველი სტუმრობა და საუბარი. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და გულშემატკივრად. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ფსიქოლოგი ქალბატონი მარინა გაჭარავა. დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. სოფიო კუჭავა და გეგი ნემსიწველიძე მუშაობთ თქვენთვის. ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ხვალამდე.